წავედით ველოტურში, თხოვნა იყო ველოტური გადაიღო და ხელზე მაქვს GoPro, თუმცა ამას თავზე გადავიტან და ველოზე აი აქ. აი აქ იდგება ჩემი კამერა. ცოტას გავასწორებ ახლა, თუ საჭირო იქნება თავზე გადავიტან და მე თუ საჭირო იქნება ხელზეც გადავიტან, თუ სადმე ავძორიან რაღაცა ეგეთი ვქენი და ნელ-ნელა წავიდეთ შეუბეროთ. მოკლედ სრული სეტაპით მზად ვართ მე და ჩემი ველო და წავედით, დავგაზეთ ნელ-ნელა. Just ასე თქვი ცოტა წყლებში რო გავიჭყაპუნოთ მეგობრებო. ამას არ გულისხმობ. თავზე დასამაგრებელი ამომვარდა უკან მივდივარ. აუ არა მომვარდა. შარლუჯიბეში ჩავიდე და დამაუწყდა. აი დილა ადრიანად გამოსვლა ესეთი გამოშტერებებიც. კაი დავტრიალდეთ. აქეთ მინდოდა გავლა, მაგრამ ისეთი გუბეები აღარ არის, როგორი გუბეებიც იყო ხოლმე და აზრი არ აქვს რომ გავიარო. წავიდე ხა ზემკის დაღმართზე დავაშვებ. და იქეთ უფრო კაი სანახაობებს გაჩვენებთ.
ეს არის თბილისის. კი არა, თბილისის საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უძველესი სასაფლაო. ზემკის სასაფლაოა ეს. ოქმედი აღარ არის. ადგილები აღარ არის და დახურულია კაი ხანია უკვე. ეხლა მივდივართ ასევე უძველესი წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში. მე არ მაქვს ინფორმაცია დაზუსტებული, მაგრამ მითხრეს რომ ჩვენი პატარა კახი ერეკლე მეფე წირვალუცოს ესწრებოდა ხოლმე აქ, თუმცა ძველი ფოტო მაქვს ნანახი. ხოლო ტაძარი რო დგას ბაზილიკური ერთნავიანი. მაგრამ ინფორმაცია არ გადამოწმებია. დაზუსტებული ეს ინფორმაცია არ მაქვს. ნამდვილად ასე იყო თუ არა. ნუ მოკლედ შორტები თუ არა რაღაცა და არ მინდა რომ შევიდე ხა ესე. შორტებით და რამე, მაგრამ ესე შორიდან შევეცდები და განახოთ. აი. წინ რომ მოჩანს ტაძარი ეგ არის და ძალიან დიდი ისტორია აქვს. მე პირადად ეს ისტორია არ გავომიკვლევია. არ ვიცი რამდენად სიმართლე შეესაბამება რომ ერეკლე მეფე მოდიოდა წირვალუცოს ესწრებოდა, მაგრამ ამბობენ რომ ნამდვილად მასე იყო. გამორიცხულიც არაფერია, იმიტომ რომ ძველი ტაძარია ნამდვილად. აი, წავედით ახლა სხვა მიმართულებით. ახლა დავგაზოთ ქვემო ფონიჭალის ხიდზე. This is one of my favorite secret places, my friends. Თქვენ ყველას გაქვთ თქვენი საყვარელი საიდუმლო ადგილი. ეს არის ჩემი ადგილი ბავშვობიდან, თუმცა მეტად უცნაური. მოდი ახლა მე აქ წყალს დავდო. მინდა გითხრათ თუ ეს წყალი ისმევა და ჩვეულებრივ ისმევა ეს წყალი, სასმელი წყალი გადმოდის. კი ბატონო, ბინძურად გამოიყურება. ცოტა ლამაზად არ გამოიყურება ადგილი, მაგრამ ეს წყალი ნამდვილად ისმევა. ვერ არავინ არ მოუკლავს ამ წყალს. Oh yeah. დავით. Oh. ეკალბარდები აგრათი წიწკნებიან. აი. ახლა გაჩვენებთ რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო ადგილის საიდუმლოება. მოკლედ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ამ ადგილს. ძალიან ბევრი ისტორია უკავშირდება. ბევრი საინტერესო ისტორია უკავშირდება ამ ადგილს. აი იქეთ ჩავალ ახლა. და გაჩვენოთ კონკრეტულად რაში გამოიხატება ამ ადგილის საიდუმლოება და მე რა სახის კომფორტი მაქვს აქ. ანუ კომფორტი რა? რატომ არის ეს ადგილი ჩემი კომფორტის ზონა? მანამდე უცბად გეტყვით რომ აი იქ ქვები რომ მოჩანს. ჩვენ ბანაობდით ხოლმე და
მე იქ გვერდზე სასმელი წყალი გადმოდიოდა, მილი იყო გამსკდარი და წყალს უვლებდი სუფთა წყლით და მოვდიოდით, აქ ჩავაგდეთ გუშინ ჩვენი GoPro მე და გაბრიელმა. აი ამ ადგილიდან, ძირიდან მიცვალებული ყავს ამოყვანილი პატარა ბავშვებს. წყალს მოქონდა და აი ესე სიგანეზე იყო გაჭედილი. ფეხი დავადგი ზურგზე, გადავოდით, აქეთ გამოვიყვანეთ და ნაპირზე მოვიყვანეთ. აქეთკენ იყო პოლიცია, ეგრეთ წოდებული გაი. მოვიდნენ და ჰაერში ავტომატობის როლით მე და ჩემი რამოდენიმე ძმაკაცი გავყარეს გეგონება ჩვენ დავაშავეთ რამე და ჩვენ მოვკალით ვინმე. ასევე აქეთ ამ ხარეზე ვბანაობდით ერთხელ და დავინახეთ რომ იქედან ჩამოვიდა ტიპი, შემოვიდა საცურაოდ და ჩაიძირა. ამოვაგდო აი იქეთ მოშორებით, იქეთ ამოვაგდო. ამოვიყვანეთ 17 წლის ბიჭი აღმოჩნდა და ასევე პოლიციასო გავაგებინეთ, კიდე გავყარეს გეგონება ჩვენ დავაშავეთ რამე და აღმოჩნდა რომ აქ ჩვენთან მებელის დასახლებას ვეძახეთ. ერთ-ერთი უსაყვარლესი მზესუმზირით მოვაჭრე ბებოს შვილიშვილი ყოფილა 17 წლის ბიჭი. ჯარიდან იყო გამოსული და ნასვამი იყო ცოტა და იფიქრა გავგრილდებიო და ნუ გარდაიცვალა, წყალში ეთყობა, გულმა უმტყუნა ნასვამზე. მოკლედ აი ესეთ ისტორიებს ვარ შესწრებული და ეხლა გაჩვენებთ ჩემ ფავორიტ ადგილსამყოფელს. აი აქ უნდა ჩავიდე, აი აქ. წავედით, აი აქ უნდა ჩავიდეთ. და აქაც მოგიყვებით ერთ ძალიან საინტერესო ისტორიას. წავედით. აქ უნდა ჩავიდეთ. აი ეს ჩამოვედით და ეს იყო ჩემი საიდუმლო ადგილი. Secret place, რო იტყვია. ძალიან მომწონდა ყოფნა და ეხლა ძალიან საინტერესო ისტორიას მოვყვებით თქვენის ნებართვით. ჩამოვჯდები და თან მოგიყვებით. მოკლედ როგორც ნათქვამი მაქვს, მე ჩემი სიგიჟეები მჭირდა ჩემს მეგობრებთან ერთად. აი მაღმართზე გორავობთ ხოლმე მე და გაბრიელი. აი იქ რომ მოჩანს და მე ჩემი სიგიჟეები მაქვს ჩემს მაგაცებთან ერთად ძალიან ბევრი გადატანილი და აი ამ ხიდის ქვეშ გავლილი გვაქვს მე და ჩემ ერთ ძმაკაცს. აი ესე არ ვიცი რას ვეყრდნობოდით, მართლა არ მახსოვს რაზე ვიდექით, რისი მედათ ვიდექით, მაგრამ ნამდვილად თავიდან ბოლომდე ეს ხიდი გავიარეთ და თითქმის უკვე გადასულები ვიყავით, როდესაც მატარებელმა გადაიარა იქიდან ნაპირზე ჩვენი ძმაკაცები იდგნენ და გაგიჟებულები შემოგცქეროდნენ საერთოდ ცოცხლებით უხართო და ესეთ სიგიჟეებს ვაკეთებდით. მოკლედ აქეთ ამ ხარეს არის უსინათლოთა პანსიონატი. აი აქ ვიყავით ჩვენ, ბანაობდით, აი აქ წაღან იქიდან დაგანახეთ და აი აქ ვიყავით ჩვენ და ჩამოვიდნენ დაახლოებით 6 თუ 7 სული უსინათლო ადამიანი და ესეთი ხელკავებით შეეცადნენ რომ ჩამოსულიყვნენ საბანაოდ. აი აქ ნახეთ სადაც ხელს უშველს. აი აქ იყო ესეთი მორევი. წყალი ითრევდა და ჩვენ გავაფრთხილეთ რომ აქ ნუ შეხვალთო, აქ ცურვა ყველა მიცით, მაგრამ იმ ადგილას ჩვენ მაინც არ მივდივართ რომ არ ჩაგვითრიოსო რა და
ერთ-ერთი დაბადების დღე იყო ამ პიროვნებებიდან და კარგ ხასიათზე იყვნენ რა, სიმღერის და ნუ არა, აი რამდენი ვართო ჯაჭვს გავაკეთებთო და ესე ხელკავებით ერთმანეთს ამოუყარეს და წავიდნენ და წინ ვინც იდგა, ესეთი თმაგაცვენელი ტიპი იყო, დაბალი პუტკუნა საყვარელი ტიპი. უყურებდით ის როგორ წაართვა წყალმა აი ამ მორევში და გაიტაცა წაიყვანა იქეთ. ჩვენ ვიცოდით ამის პრაქტიკა უკვე ქონდა, რომ გაქრა ეს ადამიანი აქ, ვიცოდით სად ამოვარდებოდა. რო ამოვარდა იქეთკენ წავედით, ამოვიყვანეთ და სუნთქავდა. აი ესეთი გახშირებული სუნთქვა ქონდა, ძალიან სწრაფად სუნთქავდა, მაგრამ ცოცხალი იყო. ნუ ჩვენებურად რაც შევძელით გავაკეთეთ, მოვიდა იქ რაღაცა სასწრაფო დახმარების მანქანა, მედპერსონალი და ნუ წაიყვანეს ეს ადამიანი. მეორე დღეს ჩვენ ისევ აქ მოვედით საბანაოდ და გავიგეთ რომ მეთევზე იყო აქ. და მეთევზე გეუბნება, ბიჭებო, გუშინო თქვენ გადაარჩინეთ, ის კაციო, უსინათლო და ნუ კიო რაღაცა რა მოხდა და გარდაიცვალაო. და როგორ კაცო ცოცხალი იყო რომ ამოვიყვანეთო, რო უთხარით, აი ისეთი შეშინებული იყო და ისეთი მაღალი წნევა ქონდა, გულისაც, არტერიულიც, წნევაც რაღაცა თავის რო ვერაფრით ვერ დაურეგულირეს და აი რო აიყვანეს 2-3 საათში გარდაიცვალაო საწყალიო და აი ეგეთ ისტორიას შევესწარით. მეგობრებო და მოკლედ ბევრ გიჟობებს ვართ აქ ჩვენ შესწრებული, ბევრ გიჟობებს საერთოდ აქ საბანაო ადგილი არ ვიცი ვინ აღმოაჩინა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რომ ჩემ ბავშვობაში საბანაო სეზონი აქ იწყებოდა, ამას წინათაც უყვებოდი ჩემო უღლეს 15 აპრილს მე აი აქ ამ ადგილზე უკვე ნაბანაობი მაქვს, აი გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, 15 აპრილს მე უკვე ვიბანაობ. დაღდად გეუბნებით, აი ჩვეულებრივ ჩემ ძმაკაცებთან ერთად ჩამოვდიოდი და ვბანაობდით 15 აპრილს. ხო რაღაცა ისეთია. გუშინ ვიდეო გამახსენა YouTube-მა, Facebook-მა, მე და გაბრიელი თბილისის ზღვაზე რომ ვბანაობთ გუშინდელ დღეს და გუშინ პალტო მეცვა. მე ასე მასწავლებს ველო მოყვარულებმა რომ გზაზე რომ გახვალო მოძრაობის საპირისპირო თიარე რომ აღგიქვანო და გინახონო და რა ვინც მე ასე დავდივარ და აზე არ ვარ სწორად ვიქცევი თუ არა რა მაგრამ ისე რომ უყურებ ასე უფრო უსაფრთხოა რა ლოგიკურია ნუ რაღაც მომენტებში აშკარად არ არის უსაფრთხო შემოსახვევში ვეკხედავ მოდო ვედავადგი საშველი რომ ჩაფხუტი ვიყიდო უჩაფხუტოთ არ გამოხვიდეთ უბანშიც კი ჩემი ძმაკაცი ჩაფხუტმა გადაარჩინა თორე მოკვდებოდა ან ძალიან სერიოზულად ისეთი დარჩებოდა რა ხეიბარი და შრომის უუნარო მოკლედ იქეთ გადავალ უფრო უსაფრთხოა რა უკვე დიდ აღმართს უახლოვდები და დაუძლიოთ თქმა უნდა ეს პანდუსი არ ვეგულისხმე
მესამე სიჩქარით მოვდივარ, მინდა გითხრათ. მაგრამ დავიღალე. მესამე თუ უნდა ავიდე ბოლომდე. დემურიჩ. ეგარი. აგარი კუნთები დავიდე. დავიბრით. ესეც ასე. დავამთავრეთ ჩვენი მოგზაურობა. ჩაუჯექით. მოიმარაგეთ კოკა-კოლა, პოპკორნი და ამაზე ისტორიებს მოისმენთ. მადლობა. კაათ.